მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ ვისთვის არის შემდეგი გაშლა. აქეთ ჯორი განა. აქ ამ ეტაპზე მე ვიტყოდი, რომ ძალიან ძლიერად დგახართ. შეიძლება თქვენმა ოფილმა ან ისეთმა ცოტა პიროვნებამ მაინც ესე რომ ვთქვათ, რომ შეიძლება არ არის კონტაქტი, ურთიერთობა ისეთი ახლო. ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია აქ იყოს ვიღაც ფორმიანი ტიპაჟი. ახლა მოდი ასე ვთქვათ, ფორმა შეიძლება მილიციაც იყოს, მილიცია სამხედროც და სანდასუფთავებაც, ხო? ესეთი ტიპაჟი არის მისი პროფესია, ფორმას ატარებს, ამის თქმა მინდა. შეიძლება მზარეული იყოს ფორმა ესეც, ხო? აშკარად დაინახა თქვენი სიძლიერე. არ ვიცი, აქ გამოცდა ჩაატარეთ, რამეც თუნება გააკეთეთ. უბრალოდ ძალიან თქვენი რაღაც აი მართლა ძლიერი მხარი აჩვენეთ. რა აჩვენეთ? რაღაც ესეთი ყოფილა ყოველ შემთხვევაში. არის ამ ეტაპზე ან იყო, ხო? ეს არის წინა სიტყვაობა და ამ ადამიანმა ძალიან კარგად დაინახა ეს ყველაფერი. თქვენი ძლიერი მხარეები, მე მინუსებზე არ მაქვს აქცენტი, არა. ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ თქვენი გზები დაუშვათ გახსნილია, თქვენ ძლიერი ხართ, თქვენ შეგიძლიათ და მოდი ასე რომ ვთქვათ, მიზანსაც მიაღწევთ. აი ეს მხარეები ამ ადამიანმა აშკარად დაინახა. კარგი, ვნახოთ, მე ახშახლის პირადი არის თუ ზოგადად საქმიანი, შეიძლება ურთიერთობა იყოს. შენ აქ რატომ ხარ? ხო, საქმიანი შეიძლება, ხო, რომ იყოს ვინმე. შეიძლება უბრალოდ გარეშე ადამიანი, რა ვიცი, დაინტერესებს და ასე შემდეგ. ნებისმიერ საკითხით თქვენ შეგიძლიათ აქ და თემა და პიროვნება ჩაიფიქროთ და ჩავთქვათ. კარგით, ვნახოთ ეს ყველაფერი რას მოიტანს მაშინ ამ ადამიანმა თუ უფროსია, უმცროსია, თქვენი ვინც არის ეს ყველაფერი შეამჩნია და ეს ყველაფერი თქვენ რას მოგიტანთ? ენერგიას. ხო. აი როგორ არის იცით? მე ვფიქრობ, რომ თქვენ თავისუფლდებით შეიძლება რამე მიჯაჭვულობიდან, აკრიტიკული აზრებიდან, მოქმედებებიდან, შეიძლება რაღაც ისეთი ცუდი თუნდაც არასწორი კვებიდან, ნახეთ,
ვიღაცა შეიძლება სვამდა, რა ვიცი. ანუ ბრალოდ სულ წამლებზე იყო, მე არ ვამბობ ეს კაცო ის სხვა წამალს მე გულისხმობ საფთიაქო წამალს. არ აქვს მნიშვნელობა აქ თქვენ რა პოზიცია გქონდათ, მაგრამ ფაქტის სახეზია ერთი რაღაცა, რომ მარტო ამ ადამიანზე ეს გადამკვდარი არ იყავით, თქვენ რაღაც მოსვენრობა გჭირთან რაღაც არის აქ კიდევ სხვა საქმეებიც და მთლად ამაზე ორიენტირებული თქვენ არ ახართ ფაქტიურად ფიზიკურად. მაგრამ აქ საქმე რაში არის? თქვენ ღებულობთ აი ადამიანმა ახლა დენი რო დაარტყამს და უცებ გამოფხიზლდება, ანცივ წყალი გადაასხა და უცებ რაღაც ხო ექნება, შეკრთება რეაქცია და ესე რო ვთქვათ გამოფხიზლდება და რაღაცას იზამს ხო? ანუ უკან დაიხევს რაღაც. აი ესეთი მე ასე ვიტყოდი თქვენი ემოცია თქვენ თვითონ გამოგაფხიზლებთ. აქ მე ვერ ვიტყვი რომ რამე ტაკა რა მჭირს ან დამახველოს ან რაღაც ანუ კაცრავად. აქ მე ვერ ვიტყვი რომ თქვენ ეს ადამიანი ან ვინმე არა. თქვენ თქვენი თავი გაფხიზლებთ ისევ. და აქ აშკარად არის გაზრების მომენტი. რა იყო თქვენში არასწორი. რა იყო თქვენში შეიძლება აი ეს უბრალოდ არაჯანსაღი, ხო, ზედმეტი. თუმცა მე ვერ ვიტყვი აქ რომ არ იყო წინააღმდეგობა, მაგრამ იმიხელაც არა რომ თქვენ დავშვათ ამ ყველაფრით დაზარალებულიყავით. მაგხელაც არა. ფოჩვები რა დაიგეთ ერთი. რა არის ეს? ესეთი წინაღობა თქვენ არ ქონიათ, რომ დავშვათ თქვენ დაზარალებულიყავით. ამ ადამიანიდან, ამ საქმიდან, ამ თემიდან. უბრალოდ ჩვევებიდან არ გულისხმობ. ჩვევები და არაჯანსაღი დამოკიდებულება, აკვიატებული აზრია თუ რაღაცა ხო მოქმედებები, მაგას არ გულისხმობ, ადამიანს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ადამიანიდან დაზარალება არ არის აქ. ნამდვილად. მაგრამ აშკარად არის, რომ ამ ადამიანს ამ წუთში ყოველ შემთხვევაში თქვენ არ უნდათ რაღაც. მე რომ ვილაპარაკო, ან თქვენ რომ ვილაპარაკოთ. ხომ არის ადამიანი რომ მოგისმენს რაღაცა, ამ წუთში ამას თქვენ მოსმენა არ უნდა. მე რო ვლაპარაკობაზე ძალიან დამახჭვა, არაფერი ამჭირდაც გაციებული ვარ, რაც ის არის, ხო ხედავთ? და გონი ხმაც წამერთვა თუ რა, რას მიშვება არის, მახრჩობს. ადი აბავი გუქსავთ ახლა რომელს დავახრჩობთ. კარგით, ნახოთ რა თქვენ რა სარგებელს რა შედეგს მიიღებთ, რას მოგიტანთ ეს ყველაფერი, ხო? აი გავაგრძელოთ ეს გამოფხიზლება აშკარად არის. გამოფხიზლება. აქ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ რაღაცა დასრულდა, დაკარგეთ და ასე ვთქვათ, შეიძლება ირჩევთ ზუსტად ესე თავშეკავების პოზიციას. ეს არის თითქოს თქვენი ფიქრით ასევე შეგრძნება, გადაწყვეტილება, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს მოქმედება თქვენი მხრიდან ცოტა არაჯანსაღობაში მიფიქსირდება, ხო? ანუ ეს არ არის თლად მართლებული და სწორი, მოდი ასე ვთქვათ, საქციელი. მართალია მაგ პოზიციაზე გადადიხართ და ავი, всё, давай, კარგად იყავი, давай, გადაწყვეტეთ თქვენ ეს უკვე ესე გამომით. ან გადაწყვეტავთ ძალიან მალე. მაგრამ ასე არ არის. იმიტომ რომ ესეთ პოზიციაზე მე ვფიქრობ, რომ მაინც აქ შეცდება თქვენთან კომუნიკაციას, თქვენთან რაღაცეების, რა ვიცი მე რა შეცდება. ხო, რაღაც რო დაგაფიქროთ ან რაღაც ბოდიალობს მოკლედ. კარგი, ნახოთ თქვენ რას მოგიტანდეს ყველაფერი. ეს კი გადაწყვიტეთ და ფიქრება. ბევრი რაღაცის გააზრება. იცით რა არის, თქვენ უკეტავთ აქ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ
გზას. თქვენ კეტავთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ როგორი რაღაც არის, ძინაი დავიღალი ამდენი დავუშვათ გაურებული მდგომარეობით, შესაძლებელია აქ თქვენ გქონდეთ არ ვიცი მე მაგის გამო გაქვთ თუ უბრალოდ არის ხანდახან ადამიანი როგორ არის იცი კი შემოდის თქვენს ცხოვრებაში და თქვენთან ხდება დავუშვათ ეს ფინანსური არასტაბილურობა, ზედმეტი ფინანსების ხარჯვა, რომელიც დავუშვათ არ გეკუთვნოდათ, არ გჭირდებოდათ, არ იყო საჭირო, ხო, გაუთვალისწინებელი. ესე იგი, რაც გაშლა დავიწყე მის მერე, ხედავთ, რომ ისა რა ქვია, მოусვენ რა თუ რაღაცას ფორთხიალთან ლაპარაკობ. მე არ გამიკვირდება ეხლა მაგ პოზიციაზე რომ იყოს ეს ადამიანი თვითონ. ხო, კონტაქტზე ვერ გამოდის. კონტაქტზე ვერ გამოდის, ნახეთ. ჩემი მოქმედებები მე მაძლევს ნიშანს, თქვენ არ გესაუბროთ, გამიგეთ? ვერ პოულობს ეს გამოსავალს რაღაცა, აი თქვენთან საერთო ენა ალბათ გამონახოს და რაღაცა. აი ესეთი ვარიანტი არის აქ შეიძლება. შეიძლება კი რა 100 არის. იმიტომ რომ მე როდესაც უკვე ახლა ენერგია ვიღაცა დავიჭირე, აი ესეთი მოდის. ჯერ მოსვენება დაკარგული მაქვს, რავი, ესე აფორიაქებული მე არაძროს ყოფილა. ეს არის აშკარად ეს სულიერი შფოთვა, რასაც ქვია. თქვენ არ მგონია ესე იყოთ, მაგრამ ვიღაც ან რაღაცა საკითხის გამო შეიძლება ესე იყოს, ხო? არასწორი, აი როგორ არის, თქვენ ზუსტად ეს არის, აი ეს გაიაზრეთ, დაფიქრდით, ხო? ალბათ მე ამ ადამიანთან იმ სასურველ მიზანს ვის რა გაინტერესებთ. შეიძლება ბიზნეს პარტნიორი იყოს, შეიძლება პირადი იყოს, შეიძლება მეგობრული იყოს, აი მე ვერ მივაღწევ ამ ადამიანთან დავუშვათ, ვერც მეგობრად ვარ გადა, არ ბიზნესმენად, ხო? და არც საყვარლად და არც ქმრად და რა ვიცი, მე სამის ანაწყალდაღებული სანახეთ. აი ამას ხვდებით. უკაცრავად. ამიტომ რომ თქვენ იმდენად ძლიერი ხართ. აიცი, აქ ეს მე უფრო ბიჭბუჭად მიფიქსირდება. უკაცრავად ახლა მამაკაცებთან, მაგრამ ნახეთ. შეიძლება მამაკაც ასაკი კონდეს და მაინც ვერ იყოს რა და პატარა ბიჭივით მიგიცოვდეს და იქცეოდეს და შეიძლება ახლა სკოლის მოსწავლე იყოს და ვიტყვი რომ კაცია, ჩამოყალიბებული კაცია, ხო? ამას მე არ ვიგონებ, ეს არის, რა ვიცი, ყველას გექნებათ ესეთი რაღაცა ცხოვრებაში, ესე რომ ვთქვა, დაფიქსირებული. აი ეს ადამიანი მე ახალგაზრდულ ენერგიებში ყოველ შემთხვევაში მიფიქსირდება და ცოტა ესე ბიჭბუჭური თემაა. ახლა მამაკაცები თუ ისმენთ ამ გაშლას, შეგიძლიათ გადაიტანოთ ქალბატონებთან მიმართებაში. ანუ თქვენ ხართ ესეთი ძალიან მაგარო და რა ვიცი ეს ქალბატონი მაშინ გამოდის, რომ ცოტა ესე გოგოშკური არის, ხო? ძალიან შეგიძლიათ მაშინ გადაიტანოთ. თუმცა ჩემს გაშლებს ახლა მე ჩემზე თქვენ რამეს ისმენს, ჩემს პირად გაშლებს თქვენ აქ არ აგიტვირთავთ. ამიტომ დასკვნების გამოტანას ნუ გამოვიტანთ. ნუ შეეცდებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მქონდა მე ისეთი შემთხვევა, რომ რაღაცას რომ დავაფიქსირებ, ადამიანი მოდის და მე ისეთნაირად ფიქრობ, რომ თითქოს მე უნდა ჩემთან ხდება ის ვარიანტი. ერთი პერიოდი აცხა დაოჯახებას ვძახოდი და დაოჯახე. მოვიდა ადამიანი და შენ დაოჯახდები, მე რა შუაში, არა ვიცი ზუსტადო. მე რა ძნელი მისახვედრი ახლა იგი იყო, საიდან გამოიტანა ადამიანმა ის დასკვნა, იქიდან გამოიტანა რომ რაღაცა გაშლა ქონდა მოსვენილი და იფიქრა. ჩემ თავზე ვლაპარაკობდი ალბათ სავარაუდოდ. მე მქონდა რაღაც ესეთი თემა და ნაცხა მანქანა ვახსენე ისეს და მოვიდა ადამიანი და ჩემთან იმასგან მანქანას რო შენ ვიყიდიო. მე ვთქვა მე რა შუაში ვარ, მე რა ის მანქანა საერთოდ არ მაქვს გეგმაში და კი მე მომიშალე რომ თქვა მყავს რაც ერთი წრინგიანი მანქანა და სერველი კიდარბის და მეტი გადავიჭერე და მე მივხვდი რომ ნახე
ისევ ეს რაღაც გაშლა ქონდათ მოსმენია, ვერ ვისმენებ, ხომ ხედავთ. ესე არის, აქ რაღაცა კითხი. ხო და ეს რა ქვია. ამიტომ მე გეუბნებით ესეთ რაღაცას, მე ჩემს გაშლებს თქვენ არ დაგიდებთ ხალხო აქ. და მე მაბრკოლებთ ესეთი ხალხი. მე გაინტერესებთ დაუშვათ რა ხდება ჩემთან. ან მართლა რაღაცა ესე ვაპირებ და როგორ არის, იცი ხანდახან უკვე ისე გამოდის, რომ ერთხელ ისე იყო, შენზე იყო ეთყობა გაშლა, თქვა რა თემა არ მახსოვს, რაღაცა როგორ არის, იცით ისე ბიჭო. ჩემი გაშლა არ დამიდო, შეიძლება მე დროთა განმავლობაში რაღაცა რეზონინდეს ჩემზეც, ხო, არ არის გამორიცხული. ან თქვენ დაინახოთ შორიდან, რომელი მყავართ ახლა ისე ახლოს მე, რომ ჩემი მართლა ყველაფერი იცოდე და არა, ესეთი ახლოს მე არავისთან არ ვარ. კი, მეგობრობ რამდენიმე ადამიანთან დამეგობრდე, მაგრამ ისე რომ ეხლა მე ზუსტად რას ვაპირებ, არავინ მარიცის და მით უმეტეს ჩემი ინტერესები. მოდი მე თავს არ ვიქებ, ჩემ თავზე, სულ ჩემ თავზე რატო გადავდივარ კაცო. მაგრამ ნახეთ, მიწევს ამაზე აქცენტი ისევ თქვენს გამო, გავაკეთო. იმიტომ გადავდივარ ჩემ თავზე. საერთოდ რადიკალური განსხვავებული გემოვნება მაქვს. ამას ვიტყვი, აი ეს პროცენტით. პროფესია კიდე რადიკალური განსხვავებული პროფესია მაქვს. შეხედულებები, აზროვნება, რავი, ყველაფერი, აბსოლუტურად თეთრი ყვავი ვარ ჩათვალეთ. ხო. აი ესეთი ტიპაჟი ვარ ზოგადად. ჩათვალეთ, აი ეს არის. მე რაღაცა მომეწონება, ხო? კი, შეიძლება სხვასაც მოეწონოს, მაგრამ არ დაიბნევს სიტყვაზე ხელზე იყოს. არ ჩაიცმევს. ან რავი რა, ძალიან ისეთი ვარ, არაორდინალური. სახლიც ისე მაქვს მოწყობილი. ხო და ხა თქვენ რო დავუშვათ რაღაცა მოგეწონება და არ აქვს ჯამჭურჭელი იყოს. მე იმას არ ვიყიდი. იმიტომ რომ არ ჩდება ჩემი მასში, რა ვიცი, ამდენი ბარახლოები ხა თქვენ სახში გექნება დევიჯე რომ ეკნება ვიღაცას, მაგრამ ესე იშვიათად, როგორც მე, ხო? ახლა ამნაირ ბარახლო ხა თქვენ გექნება სახში? ან თუ ვინა ესენი, აი კიდე რაც ხა ბარახლო, აგერ ჭორიკანა, აგერ რაღაცა ის ჯადიეს თუ რა ეს ხელებიო, ისინი ყვავებიო. რამდენი რაღაცა გადავყარე, იცი? დიდი მეშოკი, შავი, დიდი მეშოკი ავიღე და მოუხვიე ხელი და მე ვისროლე ნაგავში. ნუ ახლა ისეთი, რაზეც ენერგიები არ გამიბრაზდება, რა თქმა უნდა. მაგის გაჩუქების და მის ნერვები მე არ მაქვს ზოგადად. მოდი წაიღე შენ გენაცვალ ერთხელ მინდო რაცხა ტელევიზორი მქონდა სახში და გავაჩუქებ, მე ვფიქრე. ორი თვე ადამიანმა ესე მახვეწა. წაიღე შენ ჭირმე და ავდექიმე ჩავდარე და დავდე მოსურდო და მე მომწერა. ტელევიზორი მე ვთქვა რომ მოსურნია შიქშია და რა ის თუ მიაგნებ მე ვთქვა წაიღე მეთქი. ორი თვე გეხვეწები მე გელოდე და დამაწყდა ნერვები თქვა. გაიგეთ? ამიტომ არ მაქვს მე მაგის ნერვი. რა შეეხება აქ ამ გაშლას მოვაყოლე და გაითვალისწინეთ ძალიან გთხოვთ. ნურს თქვენ თავს იტანჯავთ, მე ეძებთ გაინტერესებთ რა ხდება ჩემთან. ჯერ ამხელა ინტერესი, რომელიც ჩემთვის მიუღებელია და მე კიდე არ ხდება მაგნაირად ჩემს ცხოვრებაში, რა გიყოთ ახლა. აი. აქ მე თქვენზე ვსაუბრობ. გაიგეთ? თქვენთან. ჩემ ინფორმაციას თუ მე ისე წავიდა გაშლა, არ ჩავწერ და არ აგიტვირთავთ. ან არ ავტვირთავთ, თუ ჩავწერ. რა შეეხება აი აქ ზუსტად ამ ყველაფერს თქვენ იაზრებთ რა როგორ. და ეს არის თქვენი ესე გამოვიდა დიდი წერტილი. დასვით ტოჩკა. მე ვარ ძლიერი, მე მინდა წარმატება და მე ვიცი რა მინდა. ნახე? მე ჩემი მიზანი მაქვს, ჩემი ფული დაუშვა ჩემთან იყოს, მე მინდა, ჩემი იდეა, ჩემი ოცნება, ჩემი რაც არის, აი ამ პოზიციას ირჩევთ. რას მოგიტანთ ეს ყველაფერი? მოგიტანთ უფრო მეტ გაძლიერებას, ნაყოფიერებას. როგორი რაღაც იქნება, იცი? აი გამოანათებთ. აქ იქნება გამონათება თქვენი. ეს გახდება შესამჩნევი.
აი როგორც დავუშვათ ახლა ჯიხვი რომ თაზე გადმოდგეს ან ირემი თუნდაც ხო უეჭველი ყველა ადამიანი შეამჩნევს და თან ახტაცებულიც დარჩება. ახლა შეიძლება დათვზეც დარჩეს ვიღაცა ახტაცებული, მაგრამ ჯიხვის და ირემის იგი ახლა მაინც უფრო ისეთია, რომ მე მგონი დიდი პატარა შეშინები და არ შეგეშინდება, მაგრამ აღფრთოვანებული ნამდვილად დარჩები. აი ეს მომენტია აქ. მაშინ ვიტყოდი ფოცხვერივით თქო. ზოგს შეაშინებთ და ზოგს შიშნარავად მოხიბლავთ და ასე შემდეგ. არა, აქ ანათებთ უკვე თქვენ ესეთი ვარიანტი გიფიქსირდებათ. კიდევ რას მოგიტანთ ეს ყველაფერი? ეს თქვენი გადაწყვეტილებები. მოდი ესე გავაკეთოთ ჩვენ აქ ახლა ამ ჩანაწერის სახელწოდება თქვენი გადაწყვეტილებები. ფული მოდის. შეგროვება თანხებისა, როგორი სამართლიანი ხდებით. ძალიან კარგი ენერგია არის ეს სხვათა შორის, როდესაც ადამიანი ითვალისწინებს თავის რესურსს. რას ნიშნავს ეს? თავის შესაძლებლობას. ნახეთ? არც მეტი, არც ნაკლები ისეთი პოზიცია არ არის, რომ დავუშვათ რაღაც საკუთარ თავზე მეტი წარმოდგენა რჩება სიტყვაზე, ან ვიღაცასთან არასწორად იქცევა და ასე შემდეგ. აი თქვენ ძალიან არ ვიცი, შეიძლება სამართლიანობა გიყვართ აქ, ხო? დაჩაგვრეს მომენტი არა ნამდვილად. თქვენ გამოდიხართ ამგაურებული, აი მას ისეთი შეფხიზლება მე რაც თქვი აქ თავში. თქვენი თავი გაფხიზლებს, თქვენი ფიქრები რაღაც, არის მე რა გაქვთ აკვიატებული მომენტალური, აი ეს ყველაფერი გადადის სრულ წარმატებაში, სიძლიერეში. ფინანსური არხი, ნახეთ, ფინანსური არხი რეგულირდება, ანუ თანხის მოგროვება, შეგროვება, შემოდინება, შემოსვლა და განსაზღვრა, სად როგორანაირად დახარჯოთ. სამართლიანობა. მე ასე ვფიქრობ, რომ აქ თუ კი ფიქრობთ, რომ ნახეთ, ვიღაცამ გინდა ცოტა ქედი მოიხაროს, კი ეს ზუსტად მაგხელა სიძლიერეს თქვენში დაინახავს და რაღაც მოიბოდიშებს. ან მოიბოდიშებს, ან რაღაცა ცოტა ესე ვთქვათ, დახრის რა თავს თქვენს წინაშე, ხო? აქ თქვენ მისი ბოდიში არ გჭირდებათ, არა. ესე არ არის, რომ ესეთი ტიპაჟი თქვენ არ ახართ, მაგრამ აი ეს გახდება შესამჩნევი თქვენთვისაც და ზოგადად მე ვფიქრობ, აქ ბევრი ადამიანი შეიძლება თქვენს წინაშე სამომავლოდ ამ პოზიციაზე აღმოჩნდეს. იცით რა არის? მე ძალიან მაგარო ვიღაცა მისმენს, ან ძალიან ძლიერდებით, ან ძალიან კარგი ცვლილება ხდება თქვენში, რომ აი ადამიანი ესე ქედის რომ მოიხრის თქვენს წინაშე, ეს არ არის, მოდი ასე ვთქვათ, უბრალო თემა და საკითხი. ხო? აი ეგ მომენტი არის აქ ჩემო კარგებო. ახლა კიდევ ნახოთ რა იქნება, რას მოგიტანთ ეს ყველაფერი. აქ მე მაინც მგონია რომ ბედი ხვავი მოდის, ბედი და ხვავი. აქ მამაკაცებიც ბევრი გამოჩნდება, კი ნაყოფიერება. იცით რა, მე მეორეჯერ ვაფიქსირებ აქ ფერმძიმობას, არ არის გამორიცხული, თუმე ბავშვს ელოდებით, ბავშვი იქნება აქ უეჭველი, თანაც უეჭველი, მაგრამ ნახეთ რა არის, მე არ ვიცი ეს კონკრეტული პიროვნება ახლა ეს არის თუ ვინ არის, მაგრამ შეიძლება ამისთვისაც სამომავლო თქვენ ძალიან მიუწვდომელი აღმოჩნდეთ და ამ ყველაფერს დაინახავს, მოიხრის აქ ეს ქედს, მაგრამ შეიძლება თქვენ ამ დროს ფერმძიმეთ იყოთ. ან რაღაც ძალიან მაგარ სიტუაციაში მდგომარეობაში და ასე შემდეგ იყოთ. აქ მიუწვდომელის ვარიანტი ფიქსირდებით. არის კიდევ ის ვარიანტიც, რომ რადგან საჯარო არის ეს გაშლა, ნახეთ როგორ არის გაანალიზებს, რომ კი თქვენ სწორი ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში.
რატო უჭერთ მაგის მიხვედრა ადამიანებს. დრო გჭირდებათ ცოტა, დრო. ჩათვალეთ ყველა ძალა, ყველა ენერგია თქვენს მხარეს არის. მე აქ ქალბატონი მიფიქსირდება, თუნდაც მამაკაცი იყოს, რომელიც ყველაფერს შეძლებს. ყველაფერი გამოგივათ ნელ-ნელა, ნელ-ნელა, ხო? მე ყოველთვის თქვენ, ვინც ჩემთან მოდიხართ, ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან. მომყევით და ნელ-ნელა ყველაფერი დაალაგდება. მომყევით და იყავით დაბალანსებული, არავით არის ზედმეტი აფორიაქება, წყვიტინი, რაღაცა ესეთი გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. მომყევით და ყველაფერი მოგვარდება. და ასეც იქნება. თქვენ აქ ამოენერგიობიდან შეიძლება აქ ძალიან დეპრესია, წოლითი რეჟიმი რაღაცა იხსნით, ამას ცოტა დრო კიდევ ჭირდება. და მთელი სამყარო თქვენს გვერდით არის. ძალები, რავი, აქ ძალიან მაგარ პოზიციაზე დამბრუნდით, დამფიქსირდით უბრალოდ. აქ ეს ქალბატონი ახლა მე რანაირად ვთქვა, რომ სად არის ეს ქალბატონი? ეს ქალბატონი უბრალო ვინმე არის, არა ჩემო კარგებო. აქ შესაძლებელია, რა ვიცი, ეზოთერიკოსი თუ ხართ, მაშინ ჩათვალეთ, რომ თქვენ ძალიან მაგრად გამოგიგდით, ეგ საქმე ან გამოგივათ. შეიძლება სწავლობთ. თუ პრაქტიკოსები ვინმე რაღაცას მისმენთ, არ არის გამორიცხული, ხო არის თქვენში ეს ძალა. კი. და თუ ასე არ არის, უბრალოდ და ის თქვენი ცხოვრება და საქმე, მე რაზეც საუბრობ, ძალიან კარგად გამოგივათ, ძალიან კარგად, ძალიან კარგად. აქ აღიარება დაფიქსირდა თქვენი წარმატება, ყველა ძალა სამყარო თქვენს გვერდით არის და ყველა ძალა თქვენს გვერდით არის. ეს ნახეთ თქვენი გადაწყვეტილებები რას მოგიტანთ. ძალიან დიდ წარმატებას, გაძლიერებას, აღიარებას და ვფიქრობ, რომ აქ თქვენ სამართლიანად იქცევით ამ ეტაპზე. იმედია ეს ინფორმაცია გამოგადგებათ, მე გისურვებთ წარმატებებს და იყოს ასე რატომაც არა. და გემშვიდობებით დროებით.